შეეხება. აი ხომ მოგიხართ ერთ ამბავს მოგიტოვით მეთქი, ცოტა ესეთია. სახალისო, ცოტა დაანთებერება და ძალიანაც შეიძლება გეწყინოთ. იმიტომ რომ არ ვიცი თქვენ ეს იცით თუ არა, იქ 1-2 არაკორექტული სიტყვის ბოდიშმოვხდი, იმიტომ რომ ციტირებას მოხდი თქვენი მთავრობის წევრის. 2 წლის წინ გამიმართლა და რაღაცნაირად შემეგობრებთან ერთად ავშდი ისრაელში. რომელსაც მიწვეული ყავდათ იქ აჭარის ხელის მთავრობის თავმჯდომარე ქვია, ხო, ოფიციალურად თანამდებობა ბატონი ხაბაძე. და მისი როგორ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ბატონი ბალაძე. ეკონომიკისა და ფინანსთა ქვია, ხო, სამისოს განაჩენებული. ну она დაკეთდა კარგი, რომ მე როგორც მენახე ეს ყველაფერი და ჩვენთან ეს დაავადება და მათ უცხოეთში ბატონი ირაკიცებს ეს ეშო, რომელსაც რაღაც სამხედრო წარმოებები, ჯავშანჯილებელი და რაღაცები, საოცარი რაღაცები გვანახს. მეც ყველგან დავყვები. აი, იცით როგორი მომზადებული იყო ეს ხალხი ხალხონიდან და აჭარის მთავრობას შესთავაზეს უამრავი პროექტი. დაწყებული იყო ქვეყანა, სადაც ქვიშაში, უდაბნოში და ნაღმებზე მოხდა ყველანაირი პროდუქცია მაჩვენებელზე. ეს ყველაფერი აი მაგალითად სამაგალითოდ მოგეთქვით ერთ ამას. შეხვედრა იყო ისტორიული თევზის წარმოებებთან და იზიმალა საწარმოება ექსპორტიორებში მსოფლიოში ირანის შემდეგ. ხო, მანდაც იყო სხვადასხვა საოცრებელი მაგრამ იხტიოლოგები და ახედრეს მეცნიერები, ახედრეს ბიზნესმენი, ანუ თევზის წარმოებლები და როგორ მომზადებულები იყვნენ, ისე ყველა ღემეში რომელიც თევზი უკეთესად იხარებს, ასე ვთქვათ, აჭარაში ეს ამბავიც კი იცოდნენ. მე რომ მივიყვანეს რაღაცა საოცარი ფერმა იყო, ესე აქვია, მეცხოველეობის ძროხები იყვნენ, სოციალურ ყველაფერი რეგულაციები არის, რაც შეიძლება ერთი მხრივ ცუდი იყოს, მაგრამ აი სახელმწიფო მაგალითად კერძოა ხო ფერმა, მაგრამ რეგულაცია ესეთი, რომ მე ისრაელი და პატარა სახელმწიფოა, ჩვენზე ორჯერ მეტი მოსახლეობა და ორჯერ ნაკლები ტერიტორია და კი შენია ეს ძროხა, მაგრამ იცი 40 ლიტრზე 27 ლიტრზე ნაკლებს თუ იწოდება დღეში კეთილმება და დაკავ. თუ აი რაღაც აი ამდენები ეს ყველაფერი მაგალითად დავაჭრე ბატონო ხაბაძე ეს უნისოში თავის მენთან ერთად ზუსტად ხოძე მე გავგიჟდი რომელსაც არავითარი და არ ჭირდება ეს ხა სურათები გადავუღე წურებზე და გადავიდი ეს იყო და სხვა შორის ყველა დავცილოთ ეს ცნობილი ფილმი მოსასწრაფო მუსიკას რო ასმენია ეს თუნავშა მუსიკა ისმის და თქვენ პირდაპირ თქვენს ეს ცნობებას არა ცნობებას ვისო ხო და მაპატეთ ამ გამონათქვამში ბატონო ხაბაძემ და ბატონმა ბალაძემ ზუსტად 5 წუთში გააცხადეს ციტირებას მოხდები მაშინ ბარემ ისე იყო ზუსტად წევიდეთ აქედან აქამდე ფონის უნია აი ესე გამოაცხადეს და წამოვედით და იმ პროექტებიდან სხვადასხვა ეს პერიოდი ისიც უთხრეს რომ ხევში რამდენი მანდარინი გადაყარეს იმ წელს და უთხრეს რომ უბრალოდ ამგაშენებინეთ გადამომუშავებად გარანტიას გასაგებია ძალიან სერიოზული არც ერთი ეს პროექტი არ გაკეთდა მე სპეციალურად დაუკავშირდი ხას არის ამბობს დაუკავშირდი ხა შეიძლება მე მოგცეთ მათ ისამართები და პრობლემა რომელსაც გიხსოვ ну მოკლედ ძალიან ხეში ფორმებით უარი გვექრასო. ამიტომ ვამბობ, აი ეს ინიციატივები, ეს მე ვთქვა მოუზადებელი არანაირად არ ვიყავი ამ საუბრის, ამიტომ რაღაცეები ვთქვა გავიგო. ვიცი კიდევ სხვა პროექტები, რომლებიც აი ინვესტორები ძალიან უკმაყოფილოები არიან. ძალიან ცნობ კორექტულად ვთქვა. არაკორექტულად კიდე მითხეს რომ გამოხედლაც არ უნდა სამწუხარო თუ რაღაცა ინტერესი არ გამოხატეს. მათ შორის დღეს ყოფილი მინისტრებისგანაც ეს შეიძლება მათი კონკრეტული შეცდომა ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ რომ ეს და ესეც არის ეს არ არის სისტემური მიდგომა და პირიქით აჭარის მთავრობა ამას აკეთებს ეს არ არის სისტემური მიდგომა რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში ну ახლა რა გითხრათ შეიძლება მიმაჩნია არ მოეწონათ მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას არა ეს ისე არ ადარდებთ ახლა ქვეყნის ფაქტია ეს ფაზის გამო ახლა ჩვენ მიგავაკეთებთ დაემალნენ ინვესტორებს ამიცი ხა ვერ გეტყვი დაემალნენ ქვია როდესაც ინვესტიცია როდესაც არც კი განიხილავენ როდესაც არც ხა ხო უსმენენ ალბათ და ხო უსმენენ აი ბატონოჩი მაპატეთ ესეთი მაგრამ ნუ აი თუ გაიცემ იმ წინადადებებიდან რომელიც თქვა 2 წელს წინ ჩემი თანდასწრებით შემოგთავაზეთ ერთი კვირის განმავლობაში ისრაელში რომელმე თუ გაინტერესდით და როგორც შეავომი და აი ეს უგატეხილება არის ყველაზე ცუდი გამოდონანი. გული არ უნდა გავუგავით ხელისუფლებას არ თანია ისეთი მხარდაჭერა როგორც თქვენ გქონდათ